ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითეული ლიდერი. წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. აი ეს არის ჩვენი ღირებულებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,593,212 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რმ. ეს ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ღარიბაშვილის გამოკლებით ახალ 2026 წელს ციხეში შეხვდებიან. ივანიშვილის გუნდმა, რომელიც წარსულში კორუფციის შესახებ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა, 2025 წელს თავად აღიარა, რომ ქვეყანას წლების მანძილზე მართავდნენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ახლა კორუფციას, ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და მკვლელობის შეკვეთასაც კი ედავებიან. ჯერჯერობით 1 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ ქართული ოცნების ორგზის პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა არ არის გამორიცხული სასამართლოს განაჩენის შემდეგ ისიც ციხეში აღმოჩნდეს. სუსმა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას 7 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული ამოიღო, თავად ღარიბაშვილმა კი უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7,200,200 აშშ დოლარისა და 126,000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები. დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. 2025 წლის 24 დეკემბერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინადღით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს, რომლის ახლო გარემოცვიდანაც მანამდე არაერთი ადამიანი დააკავეს. ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, მათ შორის კოლ-ცენტრებთან და ბაგაბაღებთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე. საუბარია 2,365,000 ამერიკულ დოლარსა და 1,500,000 ლარზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბატონო გრიგოლ, გამორიცხავთ, რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალიც აკიხენო? ცნებაა ყველაფერი, ვეაფშე გამორიცხავ. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძის, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. ირკვევა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რამდენიმე თვით საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა ადამიანი, რომელსაც ახლა საგამოძიებო უწყებები ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. რუსეთში მყოფ ოთარ ფარცხალაძე რომანოვს 30 დეკემბერს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს 16-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ ხელმოწარულების, ამ რადიკალების პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან. რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი მწვალებლების ციხეში ჩასმა. ვინ იყო ეს პირველი? მათ შორის ახალაიები, მათ შორის მერაბიშვილი, მათ შორის უამრავი ის, ვინც იყო ციხეში მწვალებლები. ყველა მაგის დროს დაიწყო, მათ შორის სააკაშვილის წინააღმდეგ. და ბუნებრივია პირადი მტრობა აქვთ ამ ადამიანის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ის არ დაემორჩილა მათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ინტერესებს. თქვენ იცით, ფარცხალაძე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს საგადასახადო სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მაშინ არავის უთქვამს, რომ ის არის აგენტი, არავის უთქვამს, რომ ის არის ქურდი, ქურდბაცაცა, მაგრამ ეხლა გახდა. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. ახალ 2026 წელს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს. ამავე საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს 1.593.212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. 2025 წლის იანვარში ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544.000 ევროდ შეიძინა ესპანეთში მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა შენიღბის მიზნით 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბაწყნეთში ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620.000 ევროდ მიყიდვის შესახებ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. გამოძიება მას 8 მილიონ ლარზე მეტის უკანონო ლეგალიზაციას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა, ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რემუს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა. ბატონმა ირაკლი ქარსალაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსალაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ბრალდებული სტატუსი ჯერ არ აქვს, თუმცა ოცნების საგამოძიებო სტრუქტურები ნელ-ნელა უახლოვდებიან რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს. მისი სახლი კობა გაბუნიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში უკვე გაჩხრიკეს. გაბუნია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 9 მილიონიანი გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრო უღლესი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, წილად ხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად ოცნების გუნდს. სახელმწიფოსთვის ფულის მოპარვაში ბრალდებულები მხოლოდ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არ არიან. ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავ ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან. მან საქართველოს დატოვა, თუმცა პროკურატურის ცნობით ის 9 დეკემბერს ბარსელონაში დააკავეს და ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თურქეთის მოქალაქე ობ დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს ბპ-ს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. ირაკლი კობახიძე კორუფციასთან ბრძოლით, რომელიც ოპოზიციისთვის შიდა კლანურ გარჩევებს უფროქავს, კმაყოფილია და აცხადებს, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენას ხელი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა შეუწყო. ამ საკითხს ოცნების პრემიერი, ოცნების მთავრობის 2025 წლის ბოლოს ხდომაზე გამოეხმაურა. ყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგანსაკუთრებთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო საფრთხების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცავ უწყებებში და მან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა
სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. კორუფციასთან ბრძოლა ესეც არის ბუნებრივია სამართალდამცავი წყობების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი და ამისთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია. თუმცა როცა საუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა და ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული და რა თქმა უნდა ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს. ქართული ოცნება, რომელიც კორუფციამ მმართველობის მე-13 წელს შეაწუხა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას 2026 წელსაც გეგმავს. ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. აი ეს არის ჩვენი ღირებულებები.